დილით რო საუზმოვდი და მზიას ესე იგი მე-17 დღე იყო რა ანუ და აი არ ვიცი 16 დღე რას ვშევად გულწრფელად ანუ რატომ მეგონა რომ 16 დღე ცოტა ოკეი იყო კი განვისდიდი ან რაღაც ვამბობდი მაგრამ აი გუშინ მოხდა ეგ რაღაც ჩემში ეგ კათარზისი რომ ან ვეღარ უჭამი პირველად ყელში გამეჩხირა საუზმე რა და რო წავედი იმ სპეციალური საგამოძიებოს წინ აი რაღაც შერცხვენილი ვიყავი და რომ კუჭი ნახევრად სავსე მქონდა რა იმიტომ რომ და დავფიქრდი ერთ რამეზე რის რა თემის გაშლაც აქ მინდა რა რომ ანუ ვართ კი ეგ რაღაც სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება ანუ თავდაყირა დადგა გუშინ ყველაფერი იმიტომ რომ მათ შორის თითქოს ნეიტრალური ან რაღაცნაირი მათ შორის სამეგობროს მხრიდანაც რა რაღაც ვერ უგზნობ ამ შიმშილობის მიმართ შეშფოთებას ეს არ ვიცი რისი ბრალი არ ვიცი ჩვენ ვიღაცა უახლეს ისტორიაში ეხლა აი გუშინ წინ ცუდი ნაშიმშილები პოლიტიკოსების ბრალი ხომ არ არის თქო მაგასაც ვფიქრობდი ან იქნებ არ ვიცი რა იმიტომ რომ ეჭვი შემეპარა რომ ვიაზრებთ კი ანუ რომ შეიძლება ეს ადამიანი სამუდამოდ ინვალიდი დარჩეს ან საკაცით გამოიყვანონ ან გარდაიცვალოს და ერთი ადამიანის პროტესტ თვითონ თქვა რომ მეო შევეწირებიო და მართლა ვწირავთ ანუ ამ ადამიანს თუ არა და დავიწყე ფიქრი რომ იქნებ მართლა იქნებ რაღაცებზე არ ვარ შეთანხმებული რა ანუ ან მაშინ თანხდებით როცა ძალიან გვიჭირს ყველას ერთად აი არის ხოლმე რა აი რაღაც 13 ივნისს ამბავ გაგვაერთიანა აი ტრაგედია გვაერთიანებს მაგრამ როგორც კი ძალიან კრიტიკული მდგომარეობა არ არის რაღაც ჩვენთვის ვართ და იქნებ ეს ყველაფერი ძალიან მოგონილია თქო რა ეს რაღაც ქართველების ერთიან გატანა და რა ვიცი ბევრი მითი დაიმსხრა ჩემთვის მათ შორის რაღაც სუფრაზე ნათქვამის ადგილზე დაწყებული სამშობლო სიყვარული რა არის რა ანუ ეს წარმოდგენები შემერყა ხო და ეხა ეგეც მერყევა რა რომ პოლიციელს ხელი გაარტყა ქალმა და ამ პოლიციელმა იგზნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ამის გამო 7 წელი ციხეში სვამენ მაშინ როცა ჯერ კიდე 2009 წლის რიყეზე აქციების დროს გახსოვთ სპეცრაზმას რა უქნა ხალხმა გადალეცა იმიტომ რომ გადამწარებული იყო იმიტომ რომ ის სპეცრაზმელები მანამდე პარლამენტის წინ და იმ საკნებში ხალხს სცემდნენ და 7 წლით არავინ ციხეში არ ყოფილა მაშინ მეორე არის რომ მართლა ეს მე იურიდიული დავამთავრე და პირველ კურსზე ლექტორები რომ შემოდიოდნენ რას გვეუბნებოდნენ იცით რომ ისო ყველაფერი რაც წერია ეგ კი არ არისო სამართალიო რა ანუ მოსამართლესო მარტო ამის მიხედვით არიღებს საკუთარი რწმენის რაღაცა ანუ რაღაც სხვა მორალური კატეგორიები არსებობს რომლის მიხედვით ჩვენ აღარ უხელმძღვანელობთ ანუ მართლა რაღაც შარიათის კანონებში ჩავედით რომ რაღაც დაწერილია და ამის იქით სხვა პრიზმა აღარ არსებობს კანონში წერია პოლიციელს თადოსხმა ხო ოკეი მაშინ დავსაჯოთ 7 წელი ხო და არ გვეცოდება ეს ადამიანი და საბოლოო ჯამში არ ვიცი კიდე მომიცემა თუ არა საუბარი და ბარემ ბოლოს ვიტყვი რომ ანუ რას ხედავ მენახეთ რა რომ ხედავ იმას რომ რასაც ეს თავრობა ჩვენ ყველანი ვებრძოდით და რაც მაგრად არ მოგწონდა იმ გზით მივდივარ და თურმე აღმოჩნდა რომ ისტორიული პარალელებით მაგალითად მაგის არსებობს ხატრულის და ისი დოკუმენტური ისტორიულიც რა ცხოველების ფერმიდან დაწყებული რომ დავიწყოთ რა ვიცი ბნელი რაიდით დამთავრებული კომიქსებით რომელიც კორუფციას ებრძოდა იმის ბეტმენის თანამზრახველი იყო და მეგობარი იყო და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ თვითონ გახდა იმ საშინელი სისტემის მონაწილე ისე როგორც ცხოველების ფერმაში ღორები პირდებოდნენ ცხოველებს რომ ეხა დადგება ახალ თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოება და საბოლოო ჯამში მე იქცნენ ისევ მოძალადი საზოგადოებად ან არ ვიცი ავიღოთ რაღაცა სხვა ფრანგული რევოლუცია ხო დაძდევდნენ და ვითომ მეფის იმის რა ქვია საშინელების წინააღმდეგ რუსული რევოლუცია ხო და აი არ ვიცი ცოტა მიჭირს რა იმიტომ რომ ადამიანურიანით რო თქვა რო არ გავიპრეჭა მაგრად მიტყდება რა რომ ეს ქალი ეხა ზით 18 დღეა დღეს და მე სადღაც ჭამ ვიღაცა მირეკავს ხوار გინდა ეს გამოვიზახო და ჭამო და აი არ ვიცი რა გავაკეთო რა მაგიტომ მოვედი რომ ეგ მეთქვა